მებრძოლი ქალაქი ბოდიშს არ იხდის გორის ციხიდან ბანერი გადმოფინეს. აგვისტოს ომის 17 წლის თავთან დაკავშირებით მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთთანაც გამართეს აქცია პერფორმანსი. მათ სიმბოლურად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ოკუპაცია გააპროტესტეს. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ ურყევია. მხარს უჭერთ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აცხადებს ევროკავშირის პრეს-სპიკერი აგვისტოს ომის 17 წლის თავთან დაკავშირებით. მოსახლეობა იტანჯება ადამიანის უფლებების დარღვევების, უკანონო ბორდერიზაციისა და დაკავებების გამო. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა დასრულდეს, ნათქვამია განცხადებაში. პუტინი ტრამპის შეხვედრა შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შედგეს. პუტინი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი შესაფერისი ადგილია. რაც შეეხება ზელენსკისთან შეხვედრის პერსპექტივას, პუტინის თქმით აუცილებელია პირობების შექმნა, რაც ჯერ შორს არის. ილჰამ ალიევი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ოფიციალური პირები დახვდნენ. ვაშინგტონში ელოდებიან სომხეთის პრემიერსაც. ხვალთეთრ სახლში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით ალიევი და ფაშინიანი ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერენ ხელს.